Hello, ეს იქნება მესამე გაკვეთილი. ილუსტრატორის მესამე გაკვეთილი, სადაც შევისწავლით pen tools. ეს ცოტა რთულია, ხმამაღალი ნათქვამია, რთული არის. უბრალოდ დიდი პოტენციალი აქვს და ბევრ რამეში ვიყენებთ და გადავწყვეტეთ ცალკე გაკვეთილი დამნათმა მარტო ამ ერთი თულისთვის. რადგან სწორედ pen tool-ით უნდა დავხატოთ ილუსტრაციებიც, ლოგოებიც და ძალიან ბევრი დეკორაცია, რასაც გამოვიყენებთ სავიზიტო ბარათებში, ბანერებში და ასე შემდეგ. დამწყები დიზაინერები ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე, სჭირდებათ თუ არა ხატვის ცოდნა იმისთვის, რომ გახდნენ გრაფიკოსი დიზაინერები. ამის პასუხია არა. არანაირად. საერთოდ არა. თუმცა ხატვა არის სწავლადი და ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ამის სურვილი გაუჩნდება, შეუძლია ისწავლოს ხატვა, აკადემიური ხატვა, რა თქმა უნდა. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საგანი. სწავლადია. დიზაინში მთავარი არ არის ხატვა და ტექნიკური მხარე. დიზაინში მთავარია ხედვა. უნდა შეგეძლოთ დამკვეთის სურვილის დანახვა. ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ დამკვეთი არის უგემოვნო. რა თქვენ ამ უგემოვნო დამკვეთის ხასიათის დაჭერა უნდა შეძლოთ და მას უნდა მიაწოდოთ ზუსტად ის პროდუქტი, რაც სურს. ეს არის მთავარი დიზაინში, ეტიკეტებში და სავიზიტო ბარათებში განსაკუთრებით. როდესაც საქმე ილუსტრაციაზე მიდგება, არც ილუსტრაციისთვის არ გვჭირდება კაცო ხატვა? აბა როგორ? ძალიან ბევრჯერ დავუსვამთ ეს შეკითხვა. რას ამბობ? რა გვჭირდება? არა, არ გჭირდებათ. არც ლოგოსთვის არ გჭირდებათ. ძალიან ბევრი უფასო სკეჩები არსებობს ინტერნეტში. სხვების სკეჩები, რომელსაც არ აქვს copyright და შეგიძლიათ ეს სკეჩები კომბინაციურად ერთმანეთს გადააბად, გადმოაბად და ამ სკეჩებით იმუშაოთ. ეს არ არის პლაგიატიზმი, იმიტომ რომ საერთოდ სხვა რაღაცას ქმნით, განსხვავებით იმისგან, რაც მის პატრონს ჰქონდა ჩაფიქრებული. აი ხა ამ ბაჭიას და ფისოს ისაც საყვარლობად გადავაქცევთ, თქვენ თვითონაც მიხვდებით, რომ პატრონი ვერ იცნობდა მას ვერასდროს. ასე რომ არ შეშინდეთ, თუ არ იცით ხატვა და არ შეწყვეტოთ დიზაინის შესწავლა. მიუხედავად იმისა, კონკრეტულად რა სფეროში აკეთებთ შემდეგ წასვლას. გინდათ ილუსტრატორი იყოთ, თუ ტექნიკური დიზაინერი იყოთ. ტექნიკურ დიზაინერს ხო საერთოდ არ სჭირდება ხატვა. მას უბრალოდ სჭირდება, რომ პროგრამები, ძირითადად Corel და ილუსტრატორი ზედოზით ფოტოშოპიც იცოდეს კარგად, რომ ტექნიკურად ფაილები რასაც მიიღებს, ისინი გამართოს და გააგზავნოს დანადგარზე დასაკუშავებლად, დასაბეჭდად იქნება თუ დასასერად, თუ მოსაწვავად, რაც იქნება ამისთვის. დიზაინს აქვს ძალიან ბევრი განხრა, ძალიან დიდი გამოყენება. AI ჩაგანაცვლებთ მალე რომ მიწახით, ეგრე მარტივადაც არ არის საქმე. ასე რომ არ შეწყვეტოთ სწავლა. ხა კი ჩემს სიმშვენიერეს გაგითიშავთ და დავხატოთ ეს საყარელი ფისო და ბაჭია. რომ ეკრანზე მთლიანად გამოჩნდეს პროგრამა და არა ჩემი ლამაზი რქები. მოდი დავიწყოთ ფისოთი. იმიტომ რომ მე საერთოდ არ მუშაობ ხოლმე ფურცელზე. ეს არის A4 ფურცელი ავიღე, მაგრამ არ მუშაობ ხოლმე ფურცელზე, რადგან თეთრია. უბრალოდ როგორც ვცით გამჭვირვალე. და ამ თეთრი ფერის აღქმა პრობლემურია ხოლმე, ვიყენებ აი აქ უკან ნაცრისფერ ფონს და შემდეგ ვსვავ ფურცელზე როგორც მინდა ისე. დავიწყოთ პისონიას ხატვით. აი ესეთი ფანქრით ნამუშევარი, ძალიან საყვარელი ფისუკა გვყავს. სად არის pen tool? აი pen tool. ის რომ დავაჭერთ
ნებისმიერ რამზე, ნებისმიერ თული გვაქვს არჩეული, ის რომ დავაჭერთ, უკვე პენთილზე ავტომატურად გადადის თავისით, მაგრამ შეგიძლიათ ხელითაც ესე თავიდან ხელით აირჩიოთ. იმისთვის რომ ამ ფურცელმა არ იმოძრაოს, როგორც წინა გაკვეთილში ფორმების ახსნის დროს ვთქვით, უმჯობესია რომ ჩავკეტოთ. ჩავამაგროთ. და ასე უკვე აღსად არ გაიქცევა, არც ხელი მოხდება, ზედმეტად და არაფერი. ახლა რას ვაკეთებთ პირველ რიგში, როდესაც ვიწყებთ ხატვას? რა ხდება თქვენი აზრით ყველაზე უკან ამ ფისუნიასი რა არის? რა გვაქვს ყველაზე ბოლოში? კუდი თუ ყუთის ეს ნაწილი? მე მგონი ყუთი, იმიტომ რომ კუდი წესით შიგნით უნდა იყოს. ავიღებთ პენთილს და დავიწყებთ ხატვას. ანუ ყუთის უკანა ნაწილის. იმისთვის რომ ხაზი იყოს სწორი ხაზი. თუ გვინდა რომ სრულიად სწორი იყოს, სახაზავივით სწორი, ამისთვის ვაჭერთ shift-ს და ისე ვამოძრავებთ. მაგრამ თუ გვინდა უბრალოდ სწორი იყოს და დახრილი მახვილი და ბლაგვი კუთხეები გავაკეთოთ, ამისათვის არაფერს არ ვაჭერთ და შეგვიძლია ესე ვამოძრავოთ. დავსვით ხო სწორი ხაზი. აქაც დავსვით სწორი ხაზი. ეს მუქი ფერის არის შედარებით. ნებისმიერი ფორმა მივცეთ. ეს უნდა მოხდეს უკან და ამას გადავფარავთ მილიონჯერ. ამიტომ ძალიან ცნო შევიწუხებთ ხოლმე თავს. მივცეთ დაახლოებით ყვითელი, აი კოლოფის ფერი რომ გამოვიდეს, ცოტა უფრო ყავისფერშიც გავუშვათ. ახლა ეს ხომ მეფარება წინ რა ხდება, ვეღარ ვიგებ. ამას უბრალოდ ჩავაქრობ. თვალს გავუთიშავ და ჩაქვრებ. შემდეგი ნაწილი, ჩემი აზრით, რაც უფრო უკან არის ფისუნიას ტანი. და ალბათ კუდიც. იმისთვის რომ ფისუნიას ტანი დავხატოთ, სწორი ხაზი აღარ გამოგვადგება. დავიწყოთ აქედან. და დავუშვათ აი აქ იქნება წერტილი. იმისთვის რომ ეს იყოს მომრგვალებული, უბრალოდ დავაჭერთ მაუსს, ავიღებთ წერტილს და აი ასე. ჯოხით ვამოძრავებთ. როგორც გვინდა ისეთ იქნება. აი ფისუნია. ჩემი ფისუნია მე მინდა რომ იყოს შავი. ამიტომ გავაკეთოთ შავი. აი ამ ჩვენი ძვირფასი direct selection tool-ით შეგვიძლია რომ ვამოძრავოთ გრადუსები, როგორც გვინდა, გრადუსებია თუ დაახრა. აი აქ წერტილს ხედავთ, ამითი კუთხეების დამრგვალება შეგვიძლია ამის გაწევ-გამოწევით, აი აქაც გაჩნდება და აი ასე დავამრგვალებ. ასე გვაქვს ესეთი თული, პენთილის ბიძაშვილს ვეძახი მე. ეს სამრგვალებელია. ამითაც ჩვეულებრივად იხატება. ესეც იგივე თულია დაახლოებით, უბრალოდ ეს პენთილისგან განსხვავებით ცოტა სხვა ფერს მოვცემ. ეს სხვანაირად მოქმედებს. ნახეთ. უფრო მეტად ამრგვალებს. პენთილი უფრო
უფრო მეტად მომრგვალებულ ფორმებს გვაძლევს. თუმცა ფენთულით და ხატვის შემდეგაც და ფენთულით ხატვის პროცესშივე სრულიად შესაძლებელია, რომ მომრგვალოთ თავპირი ჩვენს ფორმებს. ფიშუნიას ფორმებს იყოს ასეთი. ჩავაბნელოთ ესეც. შემდეგ იქნება ალბათ თავი. გავკეთოთ თავი თუ ყურები. მგონი ყურების უკანა ნაწილი იქნება სწორი. დავაჭიროთ შემდეგ წერტილთან და გამოვქაჩოთ. რეგი გავუკეთოთ, ასე ვთქვათ. ისე ვაკეთებთ, რომ მე აი ეს ნაწილი გადავფარო სხვა ფერით. ეს ყური მაგალითად მინდა რომ იყოს ვარდისფერი, იმიტომ რომ ფიშუნიებს ძირითადად ვარდისფერი ყურები აქვთ, ხოლმე ესეთი საყვარელი. აი აქაც ეგრევე. ღრმად შევდივარ, გამოვწიე, აქ რომ დავაჭერ კუთხეში. ვისაც ფოტოშოპი გაქვთ შესწავლილი და მისი საწესები იცით, ალბათ იცით, რომ ამ წერტილთან მიტანის დროს უნდა დააჭიროთ კონტროლს თუ ალტს. აღარ მახსოვს ფენთულის გამოყენებისას, რომ ეს გაწყდეს და თავიდან გააგრძელო ხატვა. აქ ილუსტრატორში ეგ არ გვჭირდება, უბრალოდ მივიტანთ. აი, კარგად რომ დააკვირდეთ, უბრალოდ მივიტანთ ფენთულს, კალამს თვითონ და წერტილშივე დავაჭერთ. ასე წყდება. აი, მრგვალი რომ ჩნდება, უკვე შევკარით და მოვამრგვალეთ, დავაჭირეთ და გავწვეთ. ესე საყვარელი მშვენიერი ყურები გავუკეთეთ ფისუნიას. მოდი ახლა გავუკეთოთ თავპირი. ეს ყურები ხელს არ მიშლის ჯერჯერობით, ამიტომ არ ვეხები იყოს. მე ჩავაქრობ, როდესაც ამებს მივახატა. აი ასე. ლამაზი თავი გავუკეთოთ. ეს უკვე ხელს მიშლის. ამ დროს ვაკეთებთ ესეთ რაღაცას. ვაქრობთ ფერს და ვუკეთებთ კონტურს. ამ შემთხვევაში როცა ცისფერი გავუკეთოთ, რომ დავინახოთ, რას ვხატავთ. თუმცა შეგვიძლია საერთოდ არ ჩავუსხათ ფერი არც კონტურში და არც თვითონ შუაგულში. აი, მოვიდოთ ახლა ამითი ენახეთ, უკვე ვამრგვალებ მაგდაბად. აღარ ვიყენებ ფენთულით დამრგვალებას. ესეც მომრგვალებს და რატო შევიწუხო თავი. აქ რაღაცები უშნოდ მიქნიო. ისევ ფენთულს ვიღებ. ჯერ ხელს ვკიდებ ამ არაჩვეულებრივ წირს, მერე ფენთულს ვიღებ და ზედმეტ წერტილებს, სადაც მომჩნევა ხელი გამექცა. აი მინუსი ჩნდება, ვაჭერ და ქრება. აი ასე. გახდათ და მშვენივრად. მოდი გავაკეთოთ. ისევ შავი თავპირი. მაგრამ ძალიან შავიც აღარ გვინდა. ცოტა განსხვავებული ფერი მეცეთ. ეს აქ არ მომწონს რაღაცა სამკუთხედია. ეს. კარგი, ახლა ჩავაქროთ ეს ყველაფერი და გავუკეთოთ ფისუნიას ყურები. რომელიც ასევე შავი უნდა იყოს. აი ეს. ნიშნად დავაჭირეთ, ცოტა გავანძრიე, ოდნავ, რომ ეს შეტეხილი გამეკეთებინა, დავაჭირე და აი ასე შევაერთებ.
ამის ფერსაც ოდნავ შევცვლი, რომ ძალიან ერთნაირი არ იყოს და თვალში ჭრთილებიც გამოჩნდეს, რა ცოტა ესე თვალში საცემი არ იყოს. იგივეს გავაკეთებ აქედაც. ეს. წყუპ. შეგვიძლია ასევე დავხატოთ ეს ბაცაწუნა, ლამაზუნა წარბი. მაგრამ რადგან სახის ფორმა შავი აქვს, შეგვიძლია ესეთ რაღაც გავაკეთოთ. გამოვაჩინოთ, ჩანს, ეს ფერი გვაწყობს. ვიცოდეთ და არ ჩაგვეკარგოს, ძალიან ბევრი რომ დაგროვდება ხატვის დროს აქ. შეიძლება რაღაც ნაწილები ჩაგვეკარგოს ხოლმე ფერებში და ჯობია თავიდანვე ესე ვიცოდეთ. ახლა რა ხდება თვალზე? როგორ დავხატოთ თვალი? უყურებთ, რომ პირველი ფორმა, რაც მოსჩანს, არის ეს უკან მუქი შავი. დავხატოთ ესეთი ფორმა. და სასურველია, რომ თავიდანვე ეს პატარა წამწამებით, რაც გვაქვს, თავიდანვე შევეყვანოთ. და შემდეგ არ იყოს მისახატი. ეს ბაცაწუნა წამწამები მივეცით ესეთი ლამაზი ფორმა. ესე. ესე. და შევკარით. ეს უნდა იყოს წესით შავი. თავპირზე როგორ ჩანს? შესანიშნავად. ეხლა ეს შავი შავაკროთ, იმიტომ რომ შიგნით თეთრი გვაქვს. ეს თეთრიც უნდა ავიღოთ. აი აქ მეტყვით ვიღებ, იმიტომ რომ სანამ კიდევ უნდა გადავაფარო და არ ვირტუალურ ფორმებს არ ვქნი, არ მჭირდება, უბრალოდ მაინც გადავაფარებ ზემოდან მოგვიანებით. არ არის ვიმარტივებთ საქმეს ყველადაირად. ასე. და ამ ფორმას ვინარჩუნებთ, აქ იყოს სამკუთხედი. რა მნიშვნელობა? მივცემთ თეთრ ფერს. შვენიერი თეთრი ფერი მივეცით. მოდით ჩავაქროთ ეს თეთრი ფერი და გავაკეთოთ აი ეს მრგვალი. მრგვალი არ არის, თორე შეგვიძლია უბრალოდ წრე გამოვიყენოთ უმარტივესად. ეს რაღაცა ცოტა სხვანაირი ფორმა. მე მინდა, რომ ეს იყოს მწვანე თვალება ფისა. უფრო სწორად ერთი თვალი რომ მწვანე გქონდეს და მეორე შავი, კი არა და ცისფერი. არა, ეს წვეტი. ნუ ესეც ჩავაქროთ და აი წრე. ახლა გვჭირდება წრის გამოყენება, ხო? და თან ფორმა წრის, ამიტომ არ ვიყენებ არც Shift-ს, არც Control-ს, უბრალოდ ესე წრეს გავაკეთებთ, ეს უნდა იყოს თეთრი. ახლა რას ვაკეთებთ? აბა როგორი თვალი გამოგვივიდა, რომ ვნახოთ. მოდი ამას შევაქრობ და მარტო თვალი გამოჩნდება. საყვარლეს. არ ფიქრობთ, რომ ძალიან საყვარელია? მე მგონია, რომ ძალიან cute არის. იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ეს შვენიერი თვალი და მეორეც ზუსტად იდენტური იყოს, თუმცა აქ ხედავთ, რომ იდენტური არ არის. მოდი თვალი დავაჯგუფოთ. თვალი, ტუჩი, რაღაც პატარ-პატარა ადგილები დავაჯგუფოთ ხოლმე, რომ არ დაგვეკარგოს. უფრო მარტივად
მივაკნებთ აქ ძალიან ბევრი რო არ დაგვიგროვდეს. როგორც ვიცით, დაკოპირება იყო Alt-ზე დაჭერით და გამოწერით. Alt-ს დავაჭერთ და გამოწერთ. მივცემთ სარკეს და გადავაბრუნებთ ისე, რომ დავასვათ აი ამ თვალს. ლამაზად. მოგახტოთ. საქმეს ვიმარტივებთ, რომ თვალი მეორედ არ გავხატოთ, ეს ხო უკვე დავხატეთ ერთხელ. რამდენი ლამაზია რა? თუ გვინდა რომ ეს რაღაცა copy paste არ იყოს, ჩავაქროთ ეს თვალი და აი ეს პატარა ლამაზი ცრემლუკა მივახატოთ. აი ასე. ავანთოთ, ავიღოთ direct selection tool-ი. სამოვიღოთ ესე. და როგორც ვთქვით, რადგან დაჯგუფებულია direct selection tool-ით, შეგვიძლია ნაწილ-ნაწილ ავიღოთ და მივცეთ ფერები, რომ თუ დაჯგუფებული რაც გვაქვს, ამ ყველაფერს ავიღებთ ჩვეულებრივი selection tool-ით და შევძლოთ ყველაფერს შეიძლება ფერი. ამიტომ direct selection tool-ით ავიღებთ და მე როგორც გითხარით, მინდოდა რომ აი ეს მწვანე თვალი ყოფილიყო ცისფერი. ესეთი საყვარელი ცისფერი გამომივიდა. ასევე მე ძალიან მიყვარს ხოლმე ეს თვალის შიდა. აი ამ თეთრი ფერისთვის და ზოგჯერ აი ამ შავისთვისაც ოპასიტის დაწევა. რაღაცნაირი უფრო ესეთი გამოდის ხოლმე საყვარელი თითქოს. ამ შემთხვევაში აი ამას დავუწევ. სადაც cute და საყვარელი თვალები გამოგვივიდა. შემდეგ დავხატოთ ცხვირპირი. ესე ლამაზი ვარდისფერი ცხვირპირი. გავთიშოთ ფერი. მინდა რა ეს იყოს ვარდისფერი ლამაზი. ჩავაქროთ. გავუკეთოთ ჩამქებული ნახვეტები, მივხატოთ. დავაკოპიროთ. შეგვიძლია დავაკოპიროთ. რატომაც არა. და ოდნავ მივცვალოთ. ადგილმდებარეობები წერტილებს. აი ამ წერტილებს რაც შეეხება ხატვის დროს აუცილებლად ეცადეთ რომ გამოიყენოთ ძალიან ცოტა. მით უმეტეს იმ შემთხვევაში თუ ამ თქვენი ნამუშევრების მოგვიანებით დაბნევას აპირებთ და თანაც დიდ ფორმატზე. რადგან ეს წერტილები, როგორც ხედავთ, არის კუთხეები და დიდ ფორმატზე უკვე მახინჯდება და კუთხეები ჩანს. უნდა იყოს მაქსიმალურად ცოტა. ამიტომ სასურველია იყოს ცოტა. კაი, იყოს ვასარა. ეს ფუნქციონა დავაკეთოთ შემიძლია.
მოსაყრელი. აქაც ჩავიმქოთ. როგორ გამოვიდა ეს ნახინჯური. მოდი დავასწაროთ. ნახლებები ავაცილებ, ამიტომ გავასწაროთ. გახდათ. ვფიქრობ ამას უნდა დავუწიოთ ასეთი და ამასაც. ახლა რაც შეეხება აი ამ პირს. მგონი ცოტა უფრო უკანონო ყოფილიყო. მაგრამ არა უშავს. მე მაგალითად ვიყენებ ხოლმე ისე ფენთვის. უნდა ისე. გავაკრობ ფერს, გამოვაჩენებ მხოლოდ ხაზს, ამ შემთხვევაში შავ ხაზს, ავიწევ strokes, როგორც მინდა ისე, გავასწორებ კონტაქტ, დავაკოპირებ იგივეს. შემოვატრიალებ. დავუსვავ როგორც სოფთელი ლამაზად. როგორც გითხარით. ეს სკეჩები არის ეს ეგრეთ წოდებული პლასტელინი და თქვენ შეგიძლიათ ისე დაამუშავოთ, როგორც საჭიროდ ჩათვლით თვითონ ხატვის პროცესში. აი ასეთ რაღაცას გავაკეთე. მაგრამ როგორც გახსოვთ, წინა გაკვეთილიდან იმ შემთხვევაში თუ მე ამ შემთხვევაში მოდი ესე ავიღოთ. ამას გავზრდი ზომაში, უზარმაზარს გავხდი. ეს ჩემი ცხვირი თითქმის აღარ გამოჩნდება. უი. რა უნდა გამეკეთებინა? რომ დამეტოვებინა იგივე ზომაზე გაზრდის შემთხვევაში. დავაჯგუფებ და გავაობიექტებ. Expand, object, expand. Fills გავდიჩავ. ამას ხო ხედავთ? ეს ღილა კი გახსოვთ, ცხრობელს რო გავს. გადავაბად. რომ ერთი მთლიანობა მივიღოთ. და ეს ყველაფერი უკვე წირი. ფისუნიას ცხვირს არაფერი ემუქრება. პირს უბრალოდ რამ ხელაზეც გვინდა იმ ხელაზე გავზრდით. ასე. შემდეგ მივუხატავ აი ამ რაღაცნაირ საყვარელ ხიმილებს, როგორც მომატრიანება, ისე ესე რთული საჭიროდ. აი ასე მივუხატავ გახდათ. ანალოგიურად აქეთაც. აი ასე. ჭრილების გამოყენებაც შეგვიძლია ისე, როგორც საჭიროდ ჩავთვლით. გვინდა მეტი, გვინდა ნაკლები. ახლა დავხატავ
ლამებს უნდა კუტს, რომელსაც ვფიქრობ, რომ აქ უნდა იყოს და აქედან იწყებოდეს. ეს ჩავაკროთ. შევერთოთ. გავხადოთ ბიზნეს კოდის შევ. თუ არ მოგვეწონება, როდესაც ფერს ჩავუსხავთ, როგორც გითხარით, შეგიძლიათ ამოძრავოთ. როგორც გაგიხარდებათ ის. ეს ძალიან ნორმალური მიჩვენება აქ და ცოტა შევავიწრო. აქ მომიჭკვალა. ეს. ახლა მომწონს. მოდი ჩავაქროთ კოდიც. დავხატოთ 5. ავიღოთ ისევ პენტული და დავხატოთ 5-ის ერთი გვერდი. ანუ რადგან სწორი არის, Shift-ს დავაჭიროთ, ხაზი სწორი გვინდა, ჩავედით, მერე ავუშვათ, გავაკეთოთ ესეთი დახრილი ხაზი. ისევ დავაჭიროთ. ავუშვათ და შევკრათ. ასე სასაუთვის ერთი გვერდი წახნაგი გვაქვს. ადი მივცეთ დაახლოებით ეს ფერი, რაც უნდა ქონდეს 5-ს. უფრო ყავისფერისკენ წავიღეთ, ხო? ჩავაქროთ, რომ ხელი არ შეგვიშალოს. გავაკეთოთ იგივე წინაც. მეორე წახნაგზე შევკრათ 5. გამოვაჩინოთ მეორეც და მივუახლოვდეთ და ნახოთ თუ არის სწორად თუ ზის. თუ სწორად არის ის, თუ სწორად დავსვათ და იგი იქნება. რომ 5-ის ფორმა არ დაგვერგოს და იყოს 5-ის ფორმა. რა თქმა უნდა, მეგირჩევთ, რომ ესეთი უშნო არ გამოჩნდეს, ერთ-ერთ ფერი ოდნავ შევუცვალოთ. ესე. ეს გვერდი რადგან ფოტოც მოგიყვა, ჩავამოქოთ. უკვე კუთხე ჩანს. აი ნახეთ. ასე ერთმანეთთან დავსვათ კოხტა ცრული სიზუსტით. იქნება ყველაფერი იდეალურად. ასე. ახლა ეს 5-იც ჩავაქროთ და გავაკეთოთ 5-ის ფრთები. მოვცეთ 5-ის ფრთები. აქსესუარის დასვა არ გვჭირდება. უბრალოდ ზოლებს გავყვეთ. მე ამას უფრო გავაღიავებდი, რატომ բայց და ორი მხარეს იგივეს გავაკეთე. აი ასე. ჩავაქრობ. დარჩა თათოები. აი ესეთი კიუტი თათოები. შეგვარდეს. ფიშუნიას თათოები. ეს შეგვიძლია მთლიანადაც ავიღოთ. მეორე თათოზე მაგას გავაკეთებ. მიხდით რას გულისხმობ. კატის ტანი ხომ გვაქვს შავი. და ასე გამოვაჩინე. პირდაპირ შევიჭერი თათოების გამოსაჩენად. ასევე შეგვიძლია აი ეს ფორმა ავიღოთ.
ეს შავაქროთ და მე აი ეს პაწაწვენები გავაკეთოთ ცალკე შავად. მუქი შავად. მაგრამ როგორც უკვე გითხარით, სასურველია საქმე ყოველთვის გავიმარტივოთ, ამიტომ მე ეს მეთოდი გამოვაკეთე. აბა ვნახოთ რა გამოვიდა ჩვენი ილუსტრაციიდან. ინტერესტიდან ჩამოტვირთული ჩვეულებრივი სკეჩი. აი. მე გავასწორებთ 20. მივაწყობინებთ. ეს. ამასაც ასე გავასწორებთ. ამასაც ასე გავასწორებთ. ტექნიკურად სწორია. ესეც გასასწორებელი ყოფილი. ეს. აუცილებლად არ დაგავიწყდეთ, რომ წერტილს დააჭიროთ, რომ მარტო ეს წერტილი წაიღოთ და არა მთლიანი ობიექტი. ეხლა მე ორჯერ შემთხვევით მთლიანი ობიექტი გავამოწრავე და ამიტომ აიღე ისე. აი ესე შევკართ. სადაა ჩვენი სკეჩი. ახსნათ. ხომ ვერ ვფიქრებდა პატრონი. ეს მისი ნამუშევარია. ასევე აი აქ ნელა ესე დავუყვეთ შეგვიძლია გავასწოროთ ყურები. სრული სიზუსტით რომ იყოს. თუმცა მე ეს ცოტა არეულობებიც მომწონს ხოლმე ხშირად ჩემს ნამუშევრებში. ასე ვთქვათ, ფეხებზე ვიკიდებ და ვტოვებ. ამის შემდეგ ეს გვაქვს შავ მასალა. მე ამას დავაჯგუფებდი. ამ საყარად ფისუნიას. და შემდეგ უკვე დავიწყებდი ჭრილებზე მუშაობას. ახლა ჩვენ ეს სკეჩი გამოვწიეთ, მაგრამ ასე რომ იყოს ისე ჩამაგრებული. ჩავაკროთ და ჩავაკროთ ფისუნია. აქ შეიძლება ქოჩორის მიხატვა. აი ამ ქოჩორის სურვილის შემთხვევაში რა თქმა უნდა. მივახატოთ ქოჩორი. ასევე შეგვიძლია ულაშები დამავიწყდა. ულაშები აუცილებელია. ასევე ეს ჭრილები. გვინდა ეს ჭრილები რომ გავაკეთოთ, ხო? ესე მაგალითად. ფესუნია რადგან შავია. ეს ჭრილი შეგვიძლია იყოს თეთრიც. მაგრამ მე ასეც ვწავხავდი და უცნაურად გამოდის. შეიძლება იყოს. ასევე ჭრილების ხატვისას ყოველთვის ვთქვი, რომ 100%-იანი არ გამოიყენება და დავიწყე საკითხი. ასევე ეს ბუწუწები ხუსები ყველაფერი შეგიძლიათ ნორმალურად მივხატოთ და გამოვიდეს უფრო მეტად მსგავსებული იმ სკეჩთან, რომელიც თქვენ შეარჩიეთ თავიდან. ასევე აი ამ ყურებშიც
Არაწყენდა ჩრდილები ვერს გაბეისა ესე ასეც ნაირად ესეც რომ ჩავარდნელობ ცოტა დავასწავლოთ ხდება როდესაც დახვეწას გადაწყვეტოთ თქვენივე ნამუშევრის სენელნელა შეგიძლიათ ჩრდილებიც და ბუწუწებიც და ყველაფერი დავუმატოთ წვერში მაგალითად რამდენი ჩრდილი და რამდენი ფერი მაქვს გამოყენებული ამის ხატვის დროს დავკვირდით ჩემს პორტრეტში მე მგონი არ შემიწუხებია თავი თმებს თუ არ ჩავთვლით თმებში ხშირად გვჭირდება ამ ჩრდილობის გამოყენება ხა ეს ბიჭი საერთოდ არ დამიმუშავებია ბიჭის თმა როგორ ისთმები უფრო დამუშავებული ეს უკვე თქვენზე დამოკიდებული რამდენად გსურთ რომ დავუმუშავოთ თვითონ ნამუშევარი ეს ახლა ეს უფრო მინიმალისტური ნამუშევარია და რაც დიდად თმებიც არ დამიმუშავებია არ სჭირდებოდა ჩემი აზრით აი ბისმიას ჩრდილები აკაც არის ადგილ რაღაც შეცდომები, მაგრამ დაკიდებულია. ბაჭიაც დავხატოთ თუ ეს ბაჭია თქვენთვის დავტოვებ და ვნახოთ რა სიზამით. ჩემი აზრით კარგი აზრია თუ ბაჭიას დავალებად დავტოვებთ. და ვნახოთ როგორ დახატავთ. ვისი ბაჭია იქნება ცისფერი, ვისი ბაჭია იქნება ყვითელი. ან იქნებ პომპულა თეთრი ნაცარა. ვინ იცის? მოკლედ გადავწყვიტე რომ ეს ბაჭია დავტოვოთ დავალებად. აღარ დავამუშავოთ. ხოდა love like sub bye